მოგესალმებით სპორტ შოუს მეგობრებო და მაყურებლებო. დღეს მაგარი დღე გვაქვს. მე-300-ე გადაცემას ვწერთ და ეს დღე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. თქვენ გონიათ ახლა ამ დღესთან დაკავშირებით მე ტორტ შემოვიტან და სანთლებს ჩავაქრობ და მაშხალებს ავანთებ. და ესეთი ბანალური ვიქნები? არა, ან თქვენ გონიათ რომ სიმღერას ვიმღერებ და უკან რომ მაგარი გოგოები ცეკვავენ ლამაზი და თან რომ ეხვევიან და ის იდეა რატო არ განვახორციელებ? ვის იდეა იყო? რატო? ბოლომდე რატო არ გავიტანეთ ეს იდეა? არაჩვეულებრივია მე-400-ე გადაცემაზე ან 350-ზე გავაკეთებ. ან თუნდაც 300-ზე. 305-ზე შეიძლება. 303, კარგია 303. ხო. ხო. კარგი. ხო. მოკლედ გადავდოთ ეს ცოტა ხნით, სულ რაღაც 3 გადაცემით. ბევრი რომ არ გავაგრძელო მეგობრებო, გადავწყვიტე შევქმნა სახელმწიფო. პატარა სახელმწიფო, რომელსაც ერქმევა სპორტ შოუ. ნახეთ რა კარგად ჟღერს ვინმე რო სპორტ შოუს მოქალაქეს კითხავენ უცხოეთში სადაური ხარო. და ის რო პასუხობს რომ სპორტ შოუდან ვარ, მეო. I am from sport show. მე რო გეკითხება Oh, sport show, really? Where is sport show? ანუ სად არის sport show? და sport show-ი რო პასუხობს, რომ თბილისი ხო იციო? კიო ისე უნება. აი მან ვაკე საბურთალოს გზაზე ყვავილები რო იყიდებაო, ხო იცი? Oh, yeah, ესე უნება. აი ხო ხელმარცხნივ რო ჩაუხვევო. ხო და შეხვალ ლიდერ სპორტ არენაში, შენობაში და ბოლო ოთახი, აი კიბეებამდე. მარცხნივ. ოთახი ეგ არის სახელმწიფო სპორტ შოუ. მაგარია, ხო? ხო, სულ 250 კვადრატული მეტრი იქნება ჩვენი სამშობლო, ანუ 200 სტუდია და 50 გუგერსას გარაჟი. იმიტომ, არა, გუგერსას გარაჟი, რატო და გუგერსას გარაჟი არის სახელმწიფოს დედაქალაქი. ნახეთ, ეგეც საკარგად ჟღერს, ნიუსებში რო აცხადებენ, რეალის ცრუ ბრალდებას ოფიციალურმა გუგერსას გარაჟმა კაცრად უპასუხა. სხვადასხვა ფულიც ექნება ჩვენ სახელმწიფოს ოქროს და ვერცხლის მედლები. ბრინჯაოც შეიძლებოდა მოისაზრებოდა თავიდან ჩვენი ნუმიზმატი გელა იაკორძაძე გვეუბნებოდა რომ ანუ ბრინჯაოცო, მაგრამ ჩვენმა ჯუდოისტებმა ბრინჯაო ხმარებიდან ამოიღეს. როგორც ეკონომისტები იტყვიან, გააუფასურეს. როგორც გუგერსა იტყვის, გატრუხდა. გადავიდეთ სხვა ატრიბუტიკაზე. სახელმწიფო სპორტ შოუს ოფიციალური წონა იქნება 90 კილოგრამ წოლითი კატეგორია. სახელმწიფო სპორტ შოუს გამარჯვების აღსანიშნავი ოფიციალური სასმისი იქნება ანთიმოზ ივერიელის თასი. რადგანაც ის სულ აქვე გვერდზე სახელმწიფოში თბილისშია. უბრალოდ გვერდზე სახელმწიფოს დედაქალაქში თბილისშია, მაინც და ეკუთვნის სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი. და ჩვენ კარგი მეზობლური ურთიერთობა გვექნება საქართველოსთან და ოფიციალურ თბილისთან და შესაბამისად ანთიმოზ ივერიელის თასზე არ დაგზარდებიან და გვათხოვებენ აღსანიშნავად. ასევე კონსტიტუციაში იქნება მუხლი, სადაც ეწერება, რომ რაგბიში ჩვენ მივისწრაფით 6 ერში შესასვლელად. კონსტიტუციაში ჩაიწერება ეს. კონსტიტუციაში ეწერება ასევე, რომ ყველა ფეხბურთის კლუბი თანასწორია. ბარსელონასი უფრო თანასწორია. ხო მაგარი სახელმწიფო. გინდათ უკვე აქაური პასპორტები, უკვე მოგწონთ, ხო? ხო და ძალიან ადვილია აქ მოხვედრა. არც პასპორტი გინდა, არც ვიზა გინდა, უბრალოდ დაჯექი მანქანაზე წამოდი, მე საზღვრე შლაგბაუმთან გეკითხება, მესი ჯობია თუ რონალდოა და სწორი პასუხის შემთხვევაში შემოდიხარ სახელმწიფოში. ეს იყო ხუმრობა ციკლიდან დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფოდან მოუარა ოთარ ტატიშვილმა და მაინც უკბინა რონალდოს. როგორც ჰუმანურ სახელმწიფოს გვეყოლება ლტოლვილთა ბანაკიც. გვექნება აუცილებლად, სადაც განთავსდებიან მილანისა და მანჩესტერ იუნაიტედის ფანები.
მათ ექნებათ უფასო კვება, უფასო ჯანდაცვა და ფსიქოლოგის კონსულტაცია. თუმცა სპორტ შოუს ბანაკში მოსახვედრად მესიჯობია თუ რონალდო ისინიც ვალდებული არიან გასცენ სწორი პასუხი. ანუ შლაგბაუმთან ამას ყველას ვეკითხე. გვექნება აი ასეთი ღერბი. ნახეთ? წარწერით ძალა ერთობაშია. მაგრამ ცალცალკეც ამათ ფეხები ვერავინ მოჭამოს. ნუ ახლა შეიძლება ყველაზე მაგარი ფრაზა არ არის ჩვენს ღერბზე, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე სამართლიანია მსოფლიოში. ჩვენ თავიდანვე სამართალზე ვაშენებთ ჩვენ სახელმწიფოს. დიახ, ახლავე ვაცხადებ, რომ სახელმწიფოს სპორტ შოუში პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ 6 ერის მამებს. უკლებლივ ყველას. ასევე ფლორენტინო პერეს. თუ 6 ერში მიგვიღებენ, მაშინ რაგბის მამებს ამოვიღებ ამ სიიდან. რაც შეეხება ფლორენტინო პერეს, სულ რომ ხელში აყვანილი მესით მომადგეს შლაგბაუმთან, ვერასდროს გადმოკვეთს ჩვენი ქვეყნის საზღვარს. ამას ვამბობ მე, სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა. სახელმწიფოს სპორტ შოუში ახალი წელი გვექნება 2. ახლით როცა გავედით ევროპაზე ანუ 26 მარტს და ძველით 13 მაისს თასების მფლობელთა თასი რო ავიღეთ. რაც შეეხება სხვა დასვენების დღეებს, გაიტანა კვარამგოლი, მეორე დღე დასვენება. იმიტომ რომ დალევა გვიწევს და ნაბახუსებზე დასვენება გვინდა. ჩვენ ლოიალური სახელმწიფო გვინჭირდება. ან კიდევ აიღეს ჯუდოისტებმა ოქრო, მეორე დღეს დასვენება. ახაც ნაბახუსები ვიქნებით. ან კიდევ დაუშვათ დაჩაგრეს ვინმე ქართველი მსაჯებმა. მეორე დღეს დასვენება უნდა იყოს, იმიტომ რომ გინებით და კომენტარების წერით Facebook-ზე ვიქნებით დაღლილები და გაქანცულები. მინისტრი ამ სახელმწიფოს ეყოლება 1 და ეს იქნება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც შეილთავსებს ლტოლვილთა საქმეს. ჯანდაცვის მინისტრი პირველ რიგში ვალდებული იქნება სპორტ შოუს მოქალაქეების ღვიძლების ჯანმრთელობაზე. მეტი მინისტრი მე აქ არ მჭირდება. მე კადრებს არ გავბერავ. კანდიდატურაც მყავს უკვე ჯანდაცვის მინისტრის, საშა გოგინავა. რო გამოფხიზლდება მე თვითონ ვეტყვი. როგორც ყველა სახელმწიფოს ჩვენს გვეყოლება მტერი. და ეს იქნება ყველა სერიალი, რომელიც ფეხბურთის პარალელურად გადის. მე ჩემის მხრივ გვპირდებით. სახელმწიფო სპორტ შოუს ტერიტორიაზე იქნება მხოლოდ სპორტული არხები. დილის გადაცემები დავამატოთ. ესეც ვახო გაფრინდაშვილის ხათრით. როგორც ყველა სახელმწიფოს ჩვენს გვეყოლება ელჩები. ესპანეთში ელჩი იქნება ილია თოფურია. ამერიკაში მერაბ დვალიშვილი, პორტუგალიაში ქოჩორა, იაპონიაში ჩვენი სახელოვანი ტოჩინოშინი, იტალიაში გოგლიჩიძე და საფრანგეთში ყვარა. ოღონდ ყვარა ცოტა ხნით იქნება მანდელჩი. იმიტომ რომ სექტემბრიდან ვაპირებთ რომ როტაცია გავაკეთოთ და კატალონიაში გადავიყავით. სხვა ქვეყნებში ჩვენ ელჩები ჯერჯერობით არ გვეყოლება. იმიტომ რომ ცოტა ვართ, მოსახლეობა ვართ სულ 8 კაცი. ახლა მივადექით მთავარს. სახელმწიფო სპორტ შოუს უნდა ყავდეს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მე ვაპირებ ჩავატარო დემოკრატიული არჩევნები. ახლავე ვაცხადებ, მე როგორც სპორტ შოუს დამაარსებელი, კენჭს ვიყრი პრეზიდენტის პოსტზე. რაც ვიყრი კენჭს? როგორც აღმოჩნდა, გელაია კორძაძესაც უნდა პრეზიდენტობა. ისა გელა დემოკრატია ჩვენთან და რაღაცას კითხავ. შენც დემოკრატიულად მიპასუხე. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას ვაპირებ 30%-ით. შენ რამდენს აპირებ? როგორც ხედავთ, გელამ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მოხსნა თავის კანდიდატურა. აი ნამდვილი დემოკრატია, მეგობრებო.
ახლა კი მოემზადოთ არჩევნებისთვის სპორტ შოუელებო გთხოვთ ხელის აწევით დამიდასტუროთ მოიცა გელა ჯერ არ მithქვავს ბოლომდე რო ჩაწი ეგ ხელი მოკლედ ხელის აწევით დამიდასტურეთ გსურთ თუ არა გავხდეთ სპორტ შოუს პრეზიდენტი აი ასეთი დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის და არც თუ ისე 7 ვითარებაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ თუმცა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტ შოუს პირველი პრეზიდენტი გავხდი მე ოთარ ტატიშვილი დიდი მადლობა მე სახელმწიფო სპორტ შოუს პირველი პრეზიდენტი ვფიცავ რომ დავიცავ ყველა სპორტ შოუელის უფლებას მეყვარება სპორტი ყველა სპორტი მათ შორის სპორტული უმცირესობები როგორიც არის კერლინგი ბადმინტონი კრიკეტი და ასე შემდეგ ვფიცავ აქ ამ სტუდიაში მოყვანით თუ ნიძლავის დადებით ხელი შეუწყო ევროპის მსოფლიოს თუ ოლიმპიური ჩემპიონების შექმნას ვფიცავ არ ვუგულშემატკივრებ ბარსელონას თუ მის წინააღმდეგ ნებისმიერი ქართველი თამაშობს გუგერსაც კი ვფიცავ ქართველი სპორტსმენის გამარჯვების შემთხვევაში ღირსეულად დავცალო ნებისმიერი სასმელი განურჩევლად წონისა და მოცულობისა ვფიცავ შევასრულო სახელმწიფო სპორტ შოუს დოქტრინა რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მსაჯების მიერ ქართველი სპორტსმენის დაჩაგვრა აღიქმება სახელმწიფო სპორტ შოუს წინააღმდეგ ომის გამოცხადება გაუმარჯოს სპორტ შოუს, გაუმარჯოს მეზობელ საქართველოს. და ბოლოს, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, მეგობრებო, როგორც პირველმა პირმა უკვე ფიცდადებულმა, სპორტ შოუ ეძებს სპონსორს. ახაც დაუკვირდით რა მაგრა ჟღერს სახელმწიფო სპორტ შოუს სპონსორია კომპანია ესა და ესა, ნახეთ, ასევე გსურს კიდევ ერთი განცხადების გაკეთება, რადგან ახალი სახელმწიფო ვართ ხალხო. გთხოვთ კომენტარებში დაგვიწეროთ კიდევ რას დაამატებდით სახელმწიფო სპორტ შოუს ატრიბუტიკას თუ სახელმწიფო მოწყობას ზოგადად ნებისმიერ რამეს გავითვალისწინებთ ხალხო ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. დიდი მადლობა ყველას, გილოცავთ პირველი სპორტული ქვეყნის შექმნას. თქვენ კი გამოიწერეთ უკვე ქვეყანა სპორტ შოუს YouTube გვერდი პანამა და იქ ნახავთ სპორტ შოუს პრეზიდენტობაზე ჩემი ყოფილი კონკურენტი გელაია კორძაძე როგორ მიკითხავს არჩეულ პრეზიდენტს გითირ ამბებს. მე შეგახსენებთ რომ სახელმწიფო სპორტ შოუს სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი დამოუკიდებლობა პირველად ცნო მულტიფუნქციურმა სპორტულმა კომპლექსმა ლიდერ სპორტ არენამ, სადაც ჩვენი სახელმწიფო დროებით იმყოფება. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ევროპის სამგზის ჩემპიონი ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი. მოგესალმებით გივი, დიდი მადლობა რომ მოხვედით, დავბრძანდით. მოკლედ გილოცავ პირველ რიგში, გილოცავ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, გვიამაყები ყველას აბსოლუტურად. მადლობა ძალიან. რთული იყო ოქროს მოპოვება? მარტივიც არ იყო ახლა თლათ რა. თლათ მარტივიც არ იყო. მაგრამ რთულიც არ იყო. რთულიც არ იყო. ფინალში კიდე იკამათე, როგორც წინა ევროპაზე. ეხლა რა გამოხდა?
მოგესალმებით, მოგესალმებით. დაღესტნელებთან ცოტა არ მაქვს კარგი ურთიერთობა მოგლეს რომ. ვერ უგებთ ერთმანეთს. უბრალოდ რუსული არ ვიცი რა ეგაა პრობლემა. რა უნდოდა? იგივე რა, ალბათ რა, რომ ისე უნდა რომ ოქრო წაიღოს აღში, მაგრამ სად არის ეგრე? სად არის? რაღაცა ცოტა არასპორტული საქციელი გააკეთა ჭიდაობის დროს თვითონ რა, ნუ ეხა ვერ ვიტყვი ხარას გააკეთა მოკლედ რა ვთქვა. გასაგებია. ხო და მე იქ როგორც კი დავამთავრეთ, ხელით მოწია რამოდენიმე სიტყვა რას ვისწავლე ამ დროის განმავლობაში უსწავლად. ისენი უთხარი. ხო, ეხლა რამდენიმე სიტყვა ვიში ჯოკერს არ ეტყოდი, ვიში კოზირს მოდიში. არ ეტყოდი და ნიჟეს არ ეტყოდი. სამი სიტყვა ყველაზე მარტივი და თან გასაგონი. გასაგონი ესა ყველაფერი. ძალიან მარტივად გასაგონი. უთხარი, ხო, ნუ რასაც გაიგებდა ის უთხარი ახლა. ხო, გაიგო კიდევაც. გაიგო, ხო, მე პატარა საკამათება კი იყო, მაგრამ ბოლოს ისევ როგორც სპორტულად ხდება, ბოლოს ისევ ხელი ჩამოვართვით. ხო, რა თქმა უნდა. ნუ შტაბები შეიკრიბა, მწვრთნელების ის და მე ესე ჯობია რა. აჰა. მოკლედ, ორჯერ იხიპიშე, ორჯერ მოიგე. ეხლა მე და შენ თუ არ ვიხიპიშეთ, ისე ოლიმპიადას ვერ მოიგე. შენ ხა დაკავებული კაცი ხარ, მაგრამ შემთხვევით ჩვენი წინა მონოლოგი ხო არ გაქვს ნანახი? კაი, განახებთ, არ არის პრობლემა. აბა, ვანახოთ. გივი თქვა, კი კარგია ევროპის ჩემპიონობა, მაგრამ ახლა დროა სოფლიო მოვიგო და კამარს დავეუფლო. ანუ სოფლიოს მოიგებს და კამარს დაეუფლება. ჩემო გივი დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. 99%-ით მოიგებს სოფლიოს, მაგრამ თუ 100%-ით გინდა, მოდი მაინც ისარგებლე ოსიშის დაზღვევით. ოსიშის დაზღვევა. რა არის ეს? ოთარის სპორტ შოუს დაზღვევა. ოსიში ოთარის სპორტ შოუ. ანუ ოთარის სპორტ შოუში გვესტუმრე და 100%-ით შენია კამარი. აჰა. ისე ვინც დააზღვიე? ვინც დააზღვიე? ყველა ჩემპიონი გახდა. აი ეს სოფლიო ჩემპიონობას და რაღაცა უბრალო რაღაცებს არ ვიცი, ხო ოლიმპიური ჩემპიონი მიგება. სოფლიო ჩემპიონობა უბრალო რაღაცაა. ვისაც დაენიძლავე, ყველა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შენ მარტო დაზღვევა გეყოფა თუ ნიძლავიც გინდა? ორივე. ორივე გინდა. ო, გენოსაც ორივე დასჭირდა ბიჭო. იმიტომ რომ სოფლიოს მინდა და ოლიმპიადაც რა. და შემდეგ მონოლოგში რო თქვა, ან ოლიმპიადის წინ რო თქვა, გივი უეჭველი მოიგებს ეს მესამეც გინდა? ანუ შენ სრული პაკეტი გდომებია. აქავა რა გავაკეთა? სრული პაკეტი. კი ბატონო, ჩვენ გვთავაზობთ სრულ პაკეტს, თან შენ ხარ ჩვენი ოფიციალური პირველი სტუმარი ჩვენს ნახალშექმნილ სახელმწიფოში. ჩვენ დავაფუძნეთ სპორტ შოუ, სახელმწიფო სპორტ შოუ, რომელიც 250 კვადრატული მეტრია სულ, ჩვენი სახელმწიფო და შენ ხარ პირველი ოფიციალური სტუმარი. და მე ჩვენი სადმე უნდა იყო ჩვენი ელჩი, რომელ ქვეყანაშიც იქნები, იმ პერიოდში უნდა შეითავი დაუშვათ ავსტრიაში ჭიდაობ. უნდა იყო ავსტრიის ელჩი, დაუშვათ ტურნირზე წახვედი სლოვენიაში. იქ უნდა იყო ჩვენი ელჩი. და ასეთი აი დესანტნიკი ელჩი იქნები რა. სადაც გადაგისვრიან, იქ ვიმუშავებთ. იქ უნდა იმუშაო და იქ ჩაგვაყენო საქმის კურსი, რა ხდება, ვალუტის კურსი როგორია, სავაჭრო ურთიერთობები და ასე შემდეგ. ნუ წინაპირობა რაც იყო ხა თქვენი რა თუ შესრულდება, მე ყველაფერზე თანახმობ. კი ბატონო. ხო, ნუ ახლა ყველაზე მთავარი ამ სულ პაკეტში არის ნიძლავი. მე შენ გენიძლავები 50 კაციან სუფრაზე, რომ შენ ლოს-ანჯელესში ოლიმპიადას ვერ მოიგებ. მაგასაც ნახავთ. კი ბატონო. აჰა. მოტივაცია გაცემულია, მეგობრებო. ახლა მოვემზადოთ ჩვენ უკვე დავიწყოთ სუფრის ფულის აგროვება ის დროა. იმიტომ რომ მუშაობს ეს დაზღვევა თან გივის შესანიშნავ ფორმაშია. ახლა ამ ოლიმპიადაზე რა დაგაკლდა ეს გითხარი. ხიპიშის გარდა. ნიძლავი. ამ ოლიმპიადაზე მე მგონი არც არაფერი დაგვაკლდა რა, პროსტა ცოტა ვიჩქარეთ რა. ვიჩქარეთ, ხო. რაღაცები ვიჩქარეთ, ხო, რა რო შევედი ისე სუსტი მომეჩვენა, ხელი რომ მოვკიდე, მეთქი მალე წავიღოთ სახში, მეთქი ის ჩვენი ოქროს მედალი და ო ასეც ჩვენი არის შენ ხარ ჩვენი სტუმარი მესამასე გადაცემაში. მესამასე. ჩვენი მესამასე გადაცემაა. ეს
და გვისურვე რამე? თქვენი გადაცემა მე ძალიან მიყვარს, სულ უყურებ. სიამოვნებს ხოლმე პირიქით ბიჭებს ჩვენებს რო ხედავ აქ ისეთი კარგია თან ხუმრობა რაღაცა მეს მიყვარს ხუმრობა სპორტული ხუმრობა მით უმეტესა მინდა რომ ყველაფერი კარგი გისურვოთ პირველ რიგში უფრო განვითარება უფრო დიდი ფართები რაღაცა ჩვენი ვალუტის კურსია ცოტა დასასტაბილურებელი ახალი შექმნილია ჩვენი ვალუტა იცი რა არის თქვენი მოპოვებული ოქროს და ვერცხლის მედლები ბრინჯაო მიმოქცევაში არ აქვს. ბრინჯაო მუზეუმში გვიდევს. მუზეუმის დირექტორია აგატულიკა. ასე ბრინჯაოს მედლები უდევს და იმის დირექტორია. დირექტორია. ხო, ასე რომ ეხა ეს კურსი უნდა დავასტაბილუროთ ცოტა ვერცხლი და ოქრო გვაქვს მიმოქცევაში და კიდე რა, არაფერი ნელ-ნელა ეხა ჩვენ სახელმწიფოს უნდა დაეხმარო შენც. პირველ რიგში ელჩობით. ახლა შენთვის ერთი თამაში მაქვს მომზადებული. მოკლედ გიბლის აპლიკაციით სპორტსმენების ფოტოები დავამუშავეთ. ხო და თუ გამოიცნობ, მეც არ ვიცი თუ დამიჯერებ წინასწარ ვინ არის, მოდი ერთად ვითამაშოთ და მაგრამ თავარი მაინც შენ ხარ. აბა გავუშვათ? თვალიშვილი უეჭველი. შენი ძმა. შემდეგი? ფეხბურთელია უეჭველი ხარ რა ეხლა ჯაცმულობაზე 100%-იანი. ხო და ვინ არის? მამარდა? ოჩახ, მაგრამ მიდის. შემდეგი. ერთად შემო. ნახეთ ან როგორი თფილათაცვია. ეს ან ესელი ფოტო ხო არ ალბათ ეს არის რა. შედი შეასრულა არა ვერა შანსი არა. აბა ვინ არის გვენახეთ? ნულა გაფრინდაში. გასე დაამუშავა აპლიკაცია. ბრავო, მაქს. ხო, აქაც სულ პატარაა, ალბათო ნონა, ხო ამ ფოტოზე. შემდეგი? ნაირად. ვაჰ. ეს არის ვინ ნახე როგორ დაგუნთული? ჯანზია. შენ რო ვინმე ჯანი გაგიგვირდება? არ ვიცი, არა, ვერა, თან ისე. ოჩა ეს ფოტო არც მახსოვდა. კიდე გვაქვს? აბა? რა ჯანზეაო, ხო? ეს ნახე როგორი გამოწყეპილია. გურული? ალბათ ჰიტმენის სტილში. აბა ვინ არის ეს გვანახეთ? ეს არის ჩვენი სახელოვანი ზაზაფაჩულია. შემდეგი? ამას როგორ გამოიცნობა რა? რა რთულია, ხო? რთულია, ჰალკი რა. ოჩა. ეს თქვენ ხორბზენდები. როგორ მიხვდი? რა, მთელი ბავშვობა თქვენ გიყურებთ. მარტივია. სამჯერ ევროპის მოგება ზედიზედ არ არის მარტივი საქმე. პირველად უფრო მაგრა გაგეხარდა მეორედ თუ მესამედ. პირველი მაინც ისეთია რა. ისეთია. რომ სხვა ემოციებია და პირველი უფრო კარგად დავიჭირე ისე ერთი-ორი ფეხით მაღლა რო დადიხარ ის დავდიოდი. ახაც ეგრე დავდიოდი, მაგრამ მაინც მიჩვეულად დავდიოდი ახლა რა. არ ყირავდი რა. არ ყირავდი. აღნიშნე თუ ფართოდ თუ ვიწრო წრეში. იქვე ესეთი წესი გვაქვს ხოლმე, რომ ჩემპიონი ვინც ხდება, ის გისრულობს. ბიჭები გუნდურად რაღაცა გავედით, როგორც ხდება, სადაც ვიმყოფებით ხოლმე. და მე რო ჩამოვდივართ, ეს კიდე აქ გისრულობს ჩემპიონი. თლას ახლა აი ამბავი არ აქვს ჩემპიონს. ერთ-ერთი ჩემპიონატი იყო, არ იყო ეს ოფიციალური ისეთი ევროპის და სოფლის ტურნირზე ვიყავით ბიჭები წასულები და შუალედი გქონდა რაღაც რა ისეთი, რომ ახლომახლოს აღარ იყო, არ შეკრება არც და კარგი შედეგები გავაკეთეთ, მოკლედ რო ვთქვა და მე როგორც წესია ბიჭები შეჯიბრის მერე ვჯდებით ხოლმე და ისე მოხდა რომ აღნიშნეთ და შევკევით და ძალიან დავთვერით რა და ფრენა გქონდა ისე რომ ბოლოს რო უკვე ავდექით რო ვიშლებოდით უკვე იყო ძალიან მალე რა სადღაც 1-3-4 საათში იყო ფრენა რა
და ჩვენ სასტუმროში რომ ამოვედით ეს ბიჭები სულ ყველა კალიდორში მოდივარ და ხმაურობთ რა ეხლა გამთენი დილა უკვე 4 საათია 5 საათია და ხოლო ზოგი არებებზე აკვაკუნებს ხო ის არეული რო აქვს სულ ყველა ზოგი ის და ზოგი რაშება ზოგი კალიასკები როა იმის სასტუმროებში როა რა ზოგი იმით ამოდივართ ზემოთ და შიგნით ვარ სპორტსმენების დალევა რა მოკლედ რო თქვა და ეს ბიჭები თურმე ჩვენ კალიდორში სადაც უკაკუნებენ ყველას თურმე აქ ცხოვრობენ ანუ თვითმფრინავს ვის მართავს რა ეკიპაჟი რა მთლიანად თავისი მფრინავებით რა და ისე მოხდა რომ თურმე ესენი ჩვენ ფრენასთან არიან დაკავშირებულები მოკლედ იქ უნდა დაждდნენ რა ეს თქვენ თვითმფრინავზე ხო რა ერთი და ახლოს ვართ აეროპორტთან იმ სასტუმროში და გავაღვიძეთ რა ისე გამოვიდეს სულ ყველა რა რომ გამოვიდნენ და აქ რაღაცა ჩხუბი დაგვიწყეს რა აქ ჩვენ საკიდან რაღაცა შელაპარაკება ისი არა რა აითათ რომ ნასვამები ვართ რა მოხდა ის და თურმე ჩამოდივართ დაბლა და ისინი ყველა დაბლა ხვდებიან და ხსნიან თურმე იმიდან რა რეისიდან როგორი კაციშვილი უკან ვეღარ მივდივართ და უკვე როგორი სიტყვაზე ისი ამ ხელა ბიჭები უკვე მუხლებზე დგევართ ამ ერთხელა ხარას უხსნით ყველა მაქსიმალური ინგლისური მოვიკრიბეთ და უხსნით ამე ბოდიში და ნასვამები ვიყავით და საქართველოში გპატიჟებთ და იქ მაგრად გაგულავებთ და როგორც წესი და რიგია რა ყველაფერს ვეუბნებით და ბოლოს ის კაცი დაიღალა მხოწრა მუდარით კაროჩე და კაი წამოდით მაგრამ ერთი ამოიჩემა ის არ წამოვა იმის არ წამოსვლაო და რავი კიდე 1 საათი ელაპარაკა ყველა კაროჩე ძლივს ჩავსქცეს იმაში და ვერც ერთი ვერ მოდედით უკან ყველაფერი გავიგე მაგრამ იმ ერთზე რატო ჩაიციკლა ასე ანუ რა ქნა სახელს დაგვარს არ გეკითხები ვინ იყო ის ერთი ჩვენიანი მაგრამ რა გააკეთა ამისთან სასტუმროებში ისინი რო ესე ჩანთებითიც აქვთ რა ის სანისიც დააქვთ ხო ის დააქვთ რა ის საგორ ეტლი ეგრეთ წოდებული ეტლი კი და რო შევედით თუ სასტუმროში ამას ამ ჩვენმა ძმამ დამსვა და სახელს დაგვარს არ ვიტყვი ლიფტში შემიყვანა ავედით ჩვენ ანუ ბარგის მაგივრად ვიყავი და მე წამოწოლილი ვარ აქ და ანუ ნასვამები ვართ და დაგაგულავებს აქეთ ავედით თუ არა კალიდორში და ხმაურში ვინც პირველი კარები გააღო ამ ერთ-ერთმა ფრინავმა იმის ოთახში შემაგორა მთლიან. ვიდეო რა მაგარი ამბავია. შოქში ვიყავი რო აბა ამოიჩემ მაგი არა არ უნდა დაწაყვანა. მე მიკვირს კიდე როგორ გამოგვიშვა ეგ მაინტერესებდა ბოლოს უკვე რო წამოდი გზაში მაგას ვიდას ბიჭები რა კარგი და რა კეთილი ადამიანი აღნიშნა მაინც. აბა აი არ ყოფილა ცუდი ადამიანი. არ ყოფილა მართალი. მადლობა მას რომ ჩვენი ბიჭები დააბრუნა. შენც წარმოადგენ მცხეთას ხო? ეხლა როგორც ყველამ ვიცით რომ მაგარი მოჭიდავეები არიან. მცხეთელები დიდი ჭიდაობები იმართებოდა ხოლმე, იმართება ქალებიც კი ჭიდაობენ მცხეთაში. ეხლა რა ხდება? ისევ ისეთი მაგრები ხართ? კი, მცხეთაში სპორტული ქალაქია, სულ ფეხბურთი, ჭიდაობა, ბავშვების მით უმეტეს ხა ჩემი უბანი იქ დილით რო გამოდივარ, უნდა უბრალოდ ახსნა მიჭირს რა. ესე წყობში დგანან ბავშვები. რო შემხდენენ ხოლმე და ზოგს უკვე იქვე ფინკა აცვია კუჩაში. იქვე უნდა ჭიდაობა და რა ვიცი მე და მიხარია რომ ხელ мотиваცია ბავშვებს მივეცი ჩემი ოცნებაც იყო ბავშვობიდან რომ ძალიან მაგარია ეს мотиваცია და ცხოვრების სწორი სტილი და სპორტი და ჩანსაღი ცხოვრება, რა თქმა უნდა, მაგალითი ხარ ბევრისთვის. მაგარი დაკუნთული ხარ შენ რაც ფოტოზეც ვნახეთ და ტურნირებზეც ხედავთ ხოლმე. არ მითხრა ეხლა რომ გასახტომად დავიწყეო ვარჯიში და მე შევყევიო. თორე გადავირევი დედას ვიცავად. ყველა ასე ამბობს. არა, ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი რა. მართლა? აი, უმსუქნესი. და აი მოძრაობა რო გიჭირდა და სულ ყველა რო გეუბნება ხო იცი რომ აი უნდა რაგბისტი იყო, უნდა მოჭიდავენ ოპოს გონებაში შემოდის და მე შემთხვევით ლევონ თედიაშვილს ჩემთან შევხვდი სახლში რა, აბა ჩემის მეგობარი ყოფილა მე მაშინ პატარა ვიყავი და რო დავინახე ხამ ხალხი სოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონები და ყველა რას მოწიწებით ეპყრობა ხო სუფრაზე რომ აი რაღაცა ზედმეტი არ მოვიდეს ვიღაცას და პაპას ვეკითხები ეს ვინი რა უნდა თუ აქ ესე მეთქი ესე
შეხოც სალინა თან სულ ხუმრ ყველა რო უსმენს და რაღაცა და ეს ოლიმპიური ჩემპიონი აღშულო და ჭიდაობაში ისის და უცად მომხდა ყურში და მეთქი რა კაი ამბავია მე სვიდა თქო ამიტომ გადაწყვეტე მოჭიდავდი მე მოჭიდავდი ვა ძალიან მაგარია ეხლა მისმენ შტანგაზე რო ვარჯიშობთ ხოლმე თქვენ სარგეში ფოტოებს იღებთ მაგ დროს არ შემოვიდა ეს მოდა არა სარკი არა გვაქვს სამწუხაროდ სარკი არა სარკი არა ფოტოებს არ ვიღებთ ხოლმე რა ესეთი ვარჯიშის მიდის იქ ფოტოსთვის და ტელეფონისთვის ვისალია რა სამოვლას თიშავთ ტელეფონს აბარებ ერთი იმაზე ფიქრობ ან მაგრასთან ივარჯიშო ან როგორ მოტეხო ვარჯიში რომ ცოტა ჯამთილად გახვიდე ვარჯიში უი ასეთი ვარჯიშებია ყველაზე მძიმე რა წონას შეჭიდები ხარ შტანგას ხო დაწოლის ჯიჟიმს ესე რო ეძახიან ალბათ 180-190 კილოს დაწოლიზე ხო ვაი ვაკეთებ და ეს ატასია ჩვენ ალახაცის სტილში ვარჯიშობთ ხოლმე ხო ლიფტინგი რა ლიფტინგს ჩემწონით ვარჯიშობ რა ატაც რა ჩემი წონა ცოტა კი ვარა მაგრამ შენ შეგიძლია რომ დაგჭირდეს და გაგვიჭირდეს იქითაც ძალოსნობაშიც როგორ თან ატაცში მაგარი ხარ აკვრაში მე გავარჯიშე ერთ დაგენიძლავები კიდე აკვრაზე და ეგ არის რა საერთო ჯამში ტოტალი გექნება კარგი რა ორჭიდის ჯამში როგორც თქვი მე-300-ე გადაცემაა და კიდევ ესეთი თამაში მოვიფიქრე, ერთგვარი ვიქტორინა, გამოცნობანა, რაღაც ერთგვარი ასოციაციობანა გამოდის, მე გეტყვი და შენ თუ გამოიცნობ ვიზია საუბარი. აქ არის ნიშნებებში, ანუ ასოციაციობანაში ძირითადად არის გამოყენებული ის, რაც თვითონ აქვთ მოყოლილი ჩვენ გადაცემაში, ან ჩვენ გვაქვს ნახუმრი. ხო, პურმარილი და მედალი. გენო ალბათ? ო, გენო პეტრიაშვილი. ორივე საქმე მაგისია რა. ორი შენზე რაღაცა მომიყვა არ მოგიყვები მე ნისმიმდანი კაცი არ არის. აი არაფერს მოგიყვებოდა. არ მოგიყვები მე თვითონ გითხრას. კარგი. შემდეგი არის მარადონა და პარიზი. მარადონა და პარიზი. ჩვენი ძმაკაცო კვარაცხელიაზე. კვარაცხელია. ჩვენი კვარადონა. აი მაგრამ კვარადონაც ეხლა შეხედე საქართველოს ჰიმნი დაიზეპირა ვერცხლის მედალს ვერ იტანს და სამშობლო შეიცვალა შტანგისტი რო ო გორმინასიანი როგორ მეწოდება იქ ბიჭო ეხლა ლაშა რო არისო მაინც ვერაფერი ვერ აიღო იმიტომ რომ ლალაიანმა წაიღო რა უნდა ქნა რა იცი ვერაფერს ვერ იზავს ეხლა თავისიანი ბრიდავს ეხლა უდუს ნემსებს თუ გააკეთებს რაღაცა საჯებს აგინებს და თან დარტანიანია ჩემი მაგარი ძმაკაცი ბაზა სანდრო ბაზაძე ჩემი ძმა ბეთჰოვენი და კიმანო ბეთჰოვენი და კიმანო აი ნახე კლასიკური მუსიკა ილია სულამანიძე ილო რასამ რაც მეეგენი მიგინებია მინიშნებაა ეს რაც მეეგენი მიგინებია ერთი არ აცდეთ თან ბურთიც მრგვალი არა აქვთ ბურთიც მრგვალი არა აქვთ ანუ ბევრნი არიან რაც მეეგენი მიგინებია ერთი არ აცდეთ თან ბურთიც მრგვალი არა აქვთ რაგბის ეხება კი მაგრამ აბა ვის შევაგინებდი რაგბში მეზობლებს ჩვენი იკითხება 6 ერის მამებს 6 ერის მამებს კარგი ყინული და წითელი ქურთუკი ჩვენი ძმა თვალიშვილი და ბოლო ვინისიუსი გააფუფლოვა მაზიანი მოუგო და იმან არ ჩააბარა მეკარე ჩვენი ხო მამარდა
მამარდა. ხო გაითამაში. ნახე ასე ჩვენ აქ მარტო კი არ ხუმრობთ. ტვინის გავხსენი ცოტა. გონების გასავითარებელი სავარჯიშოები გვაქვს. კარგი. მე რამდენადაც ვიცი შენ გენოს წონაშიც გაქვს ნაჭიდავები ერთ ტურნირზე. კი. მოგვიყევი რა ტურნირი იყო და რა ქენი მაგ ტურნირზე. მაშინ მე არ ვიყავი პირველი ნომერი ჩემ წონაში, მეორე ნომერი ვიყავი და კენომ გაიკეთა ფეხის ოპერაცია, ტრაუმა მოვიდა და ევროპის ოლიმპიური თამაშები იყო რა, ესაც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს ბაქოში იყო თუ მინსკში? მინსკში და 100 კილო ვიყავი მაშინ რა, 101 დაახლოებით ესე და სხვა გზა არ იყო, მე ამწიეს რა. უბრალოდ არ იყო შესაბამისი მაგ დროისთვის. მეორე ნომერი და წავედი და რა ვიცი მე წონი ძალიან დიდები იყო იმალ. ძალიან დიდები იყო. როგორია ეხლა თან 2 მეტრიანი ტიპები 130 კილოები და გავედი ფინალში რა, მოუგე ყველას და მედლები ისაც ხონდა რა. მეც მიკვირდა რა, გავდიოდი მეთქი რანაირ მძიმე წონები ხართ. ეს ყველას მოუგე რა და გავედი ფინალში მე და ფინალში მაშინ დავმარცხდი 3-3-ზე თუ რაღაცა ესეთი შეხვედრა იყო. იქაცაც ვიგები. ანუ იქაც ისე დაძაბული რაღაცა ცუდად შევედი ფეხში და ძალიან მძიმე იყო და ვეღარ ავწიე და ჩავარდი. ერთი წუთი ვეჩალე. ორი ფეხში შეხვედი. ფეხში შევედი, გადავიყვანა, მეორედ კიდე რაღაცა გავაკეთე, კიდე შევედი და მინდოდა რომ უფრო მაგრად მომეკვა, ალბათ იქაცა. ფინალებზე მაგ ხომ ეგეთ რაღაცა გართული. სამწუხაროდ რაღაცა ის, მაგრამ მეორე ადგილზე გავედით ევროპის ოლიმპიადაზე. ხო, ანუ არა, შენი წონა არ იყო, ყველა შენზე დიდი იყო და ვერცხლის მედალი აიღე. ხო, ახლა მეტი რა უნდა გექნა. სხვა მეტი არ იყო, იქა ფიზიკურად გასაკეთებელი არაფერი და იმასაც გავაკეთებდი. გივი, დიდი მადლობა. მოიყავი ჩემი სტუმარი, ამ დაძაბულ გრაფიკში რომ გამონახე დრო, კი, მეგობრობაც მესმის, მაკაცობაც მესმის ყველაფერი, მაგრამ მაინც დროის დეფიციტი გაგდა, რომ მოხვედი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩვენი მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით. დიზლავი დადებულია ძმაო? ხო, ჩვენ ფულის აგროვება დავიწყეთ, შენ ისეთ სახით მითხარი რომ ბაზარი არ არისო. ფულის აგროვება დავიწყეთ უკვე, მოვემზადებით ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის. ჩემი სტუმარი იყო მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი კივი მაჭარაშვილი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.